მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საერთაშორისო წესრიგი რღვევის ბოლო სტადიაში არის. ჩვენ შეიძლება მივიღოთ რაღაც ისევ ხელახალი ორპოლუსიანი სამყარო. ძლიერები აკეთებენ იმას, რისი ძალად შესწევთ და სუსტები ეგუებიან იმას, რასაც უნდა შეეგუონ, ხო? თუ კიდეს ცნობილი ფრაზა, ისეთი მულტიპოლარული სამყარო, როგორც რომ მაგალითად თუნდაც რუსეთს წარმოუდგენია და როგორც რუსეთმა დასახა იმ ორგანიზებულ ფორუმებზე, ბოლო პერიოდში გამართულ ფორუმებზე, სადაც მომდევნო 20-30 წლის სოფლიოს რაღაცა ხედვები იყო წარმოდგენილი. ამ ეტაპზე ამგვარი კონტურები დიდად არ იკვეთება. ჩინეთი ჯერ კიდევ აი ამ ძალის გამოვლენის ფაზაშია, წინარე ფაზაშია და მას ჯერ არ დაუწყია თავისი საკუთარი აი ამ უკანაიზოს ბოლომდე შექმნა. აქედან გამომდინარე, ეს ალბათ იქნება სწორედ ის ეტაპი, რომელსაც ან ალბათ პოსტ-ტრამპისეული სამყარო გვიჩვენებს. დიდი ცვლილებების მიჯნაზე ვიმყოფებით.